ვახდინე. ბორჯომის რაიონში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო შარაშენიძემ და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა მავნებელი ბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების მიმდინარეობა ადრილზე შეამოწმეს. სპეციალისტების რეკომენდაციით უახლოეს მომავალში დაგეგმილია ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები. განმავლობაში ბორჯომ-ბაკურიანის ტერიტორიაზე არ ჩატარებულა ბეჭდავი ქერქიჭამიას საწინააღმდეგო ღონისძიებები წელს დავიწყეთ ამ ღონისძიებების ჩატარება. აუცილებელია და კარგი იქნება თუ 2-3 წლის განმავლობაში განმეორდება ეს მკურნალობის ეს მეთოდი, რაც მოგცემს რეალურ ეფექტს და შედეგად ალბათ მივიღებთ იმას, რომ ბორჯომის და ბაკურიანის ტყეები განთავისუფლდება ამ მავნებლისაგან. ჩვენმა სააგენტომ შეიძინა 5168 ფერომონების მოწყობილობა და ვარაუდობთ, რომ ეს რაოდენობა გადაარჩენს 250.000 ძირ წიწვოვან ხეს. ამის პარალელურად ჩვენ გეგმავთ სხვა ღონისძიებებს, სანიტარულ ჭრებს, რომელიც აუცილებელია.